მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ საკითხებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს, აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აღნიშნავენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ორი დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება, რაც მოიცავდა 112-ის მიერ კამერების მეშვეობით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას. საიამ მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეების კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში დელუქს დეველოპმენტი და დემაქს გოთუა დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ასე მიმართა გამოცემა ბათუმელობისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, მას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩაუდენია. საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული, სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს გამოვიყენებდი მე. არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. კარგი იქნება თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგცემს იმის უფლებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ, განაცხადა მზია ამაღლობელმა. ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა. ყოველდღე ატარებენ 300 კაციან აქციას. რაღაც რიტუალებით აქვთ 1 საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და 10,000-ობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში. თავისი ფეხით მოდიან. ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს 10,000-ობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში. ამისთვის ერთგვარი მადლობა შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები პარტიის შიგნითაც კი არათუ პარტიებს შორის არის რთული ურთიერთობები, აღნიშნა ირაკლი ყობახიძემ იმედი ლაივში. ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული 3 წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში deep state-ისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით. ერთმანეთისგან რომ გავბიჯდოთ აშიში და ევროპის ქვეყნები აშიშში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბევრად უფრო რთული იყო გასული 3 წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე იყო უმძიმესი.
ქართული კოშმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კერძოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის ავტორობით წარდგენილ კანონ პროექტს კიდევ ერთი თანასპონსორი კონგრესმენი ტომ სუოზი შეემატა, რითაც თანასპონსორობის რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აშშ-ის ხელისუფლებას უკრძალავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მარიონეტი. ქართული ოცნების წარმომადგენლებს ვურჩევ დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია. არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საბაბუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ოცნების დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ქართულ ოცნებას ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს ნარკოპოლიტიკაში, აი ამ დრაკონული სამარცხვინო ცვლილების გზით. განაცხადა საბაბუაძემ და დასძინა, რომ ქართული ოცნება არის დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი და ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ M ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მტრის თავდასხმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა, აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს. რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, მტერი იყენებს საჰაერო სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა. განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში. აღნიშნა სირსკიმ. სირსკის მტკიცებით რუსები უპრეცედენტო თავდასხმებს ახორციელებენ საკუთარ დასახლებულ პუნქტებზე. ქალაქ სუჯაზე საჰაერო დარტყმების გამო ეს დასახლება თითქმის მთლიანად განადგურდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით არ გამორიცხავს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უახლოეს დღეებში კონტაქტები შედგეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში, აღნიშნა ზახაროვამ მედიასთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატების წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება განეხილონ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.